გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით მეოთხე ჩაკრაზე, ეს არის ანაჰატა. მისი ფერი არის მწვანე ფერი და მისი სტიქი არის ჰაერი. იგი არის სანსკრიტზე ითარგმნება როგორც სიყვარულის ტაძარი, უძლეველი, მარადიული, ჭეშმარიტი სიყვარული, ანუ გულის ჩაკრას ეძახიან, მას შეესაბამება გული, ანუ იგი მდებარეობს კერტუკანა ჯირკვალი, ანუ თიმოსი სადაც გვაქვს, ხო, ანუ გულის ცენტრია, ჩემო ძვირფასებო. როდესაც არის დაბალანსებული მეოთხე ჩაკრა, ანაჰატა და გახსნილი არის ადამიანი მზად არის ესე იგი სიყვარულისთვის, ხო? გასცეს სიყვარული, რაც მასში არის, მიიღოს სიყვარული, გააბედნიეროს თავისი სიყვარულით, სხვა ადამიანები, პატიების უნარი აქვს, ხო? ზრუნვა, იზრუნოს სხვა ადამიანებზე, დაეხმაროს, კეთილმოსურნეა, ხო? უყვარს ყველაფერი, ესე იგი სიყვარულით აქვს გულისავსე და უყვარს სამყარო, უყვარს საკუთარი თავი, უყვარს ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მცენარეები, ანუ სიყვარულს აფრქვევს ასეთი ადამიანი და სხვათა შორის როცა შევხვდებით ხოლმე ასეთ ადამიანს, ვამბობთ, რომ როგორი დადებითი აურა აქვს, ანუ გული გრძნობს, ხო, აი ამ სიყვარულს. ეს ადამიანები გამოხატავენ, გასცემენ აი ამ სითბოს და სიყვარულს, რაც მათ გულში არის. რომელი ორგანოები შეესაბამება და გავლენას ახდენს, ძირითადად ეს არის გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, სისხლის მიმოქცევა, ფილტვები, ბრონხები, მხარბეჭი, გულმკერდი, ხერხემალი, ანუ გულმკერდის გასწვრივ, ხომ, და ხელები, ჩემო ძვირფასებო და მკლავები, ანუ მხარბეჭი, ხომ? და როდესაც არის ესე იგი ანაჰატა მეოთხე ჩაკრა ჩაკეტილი ან შესუსტებული არის, ხომ? ადამიანი გრძნობს ისე რომ აი არც საკუთარი თავი უყვარს, ხომ? აი არც არავინ არ უყვარს, გაღიზიანებულია უფრო არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, ხომ? და არც ის უნდა რომ ვინმეზე იზრუნოს, ხო, უფრო ესეთი ეგოისტურია, უფრო წყენებს ინახავს, ან დაბოღმილია, ან სიძულვილით აქვს გულის სავსე, ხო? ძირითადად ეს თვისებები ბლოკავს, ხო, აი ამ ანაჰატას ძირითადად სიძულვილი და დაბოღმილი რო არის ბოღმა და წყენები და შურიც, სხვათა შორის ძალიან ცუდად მოქმედებს. ასე რომ კიდევ როდესაც არის ჭარბად კიდევ, ხო, ენერგიის სიჭარბე, ასეთ დროს ადამიანს აღენიშნება გულის დაავადებები, ჩემო ძვირფასებო, ანუ როცა არის ჭარბი ენერგია და როცა არის დეფიციტი, სისუსტე, ხო, მეოთხე ჩაკრის ანაჰატასი ძირითადად აწუხებთ ასეთ ადამიანებს გული და დადიან კარდიოლოგებთან, სვამენ გულის წამლებს, მაგრამ უშედეგოდ, ხო? რატომ? იმიტომ რომ ეს ანაჰატა უნდა მეოთხე ჩაკრა უნდა გაიხსნას, უნდა დაბალანსდეს ანაჰატას ჩაკრა. ხო, და ძალიან ხშირად კიდევ არის რომ გულის მანკები აწუხებთ, ხო? მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული არის მეოთხე ჩაკრა, ჩემო ძვირფასებო. ვიცით რომ გულში არის სიცოცხლის ცენტრი არის, ხო, სიცოცხლის ძალა, სიცოცხლის ცენტრი არის გული. გაჩერდება და სიცოცხლე მთავრდება, კვდება ადამიანი და სწორედაც რომ სიყვარულის ტაძრად ითვლება გული და ძირითადად ადამიანი რით იკვდება? უსიყვარულობით, ხო?
ანუ სიყვარული გვაძლევს იმ სიცოცხლის ძალას და ენერგიას და სწორედ ეს სიყვარული არის, რაც ჩვენ გვაცოცხლებს, გვაბედნიერებს, რომ შევიყვაროთ საკუთარი თავი, შევიყვაროთ ჩვენს ირგვლივ სხვა ადამიანები, ხო, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები, ჩვენი ქართველები, მთელი მსოფლიო გვიყვარდეს, მთელი სამყარო გვიყვარდეს, ცხოველები, ფრინველები, მცენარეები, ხო? უნდა შევიყვაროთ და ვიზრუნოთ, სიკეთე გავიმეტოთ ერთმანეთისთვის, სიხარული გავიმეტოთ, ხო? კარგი გავიმეტოთ ერთმანეთისთვის, ხო? ანუ გული არის სიყვარულის ტაძარი და სიყვარულით ავავსოთ ჩვენი გულები, ჩემო ძვირფასებო, დავაბალანსოთ ეს ჩაკრა და შეგიძლიათ ხშირად მწვანე ფერის ჩაიცვათ ხოლმე, სხვათა შორის ვარდისფერი ფერიც შეესაბამება ანახატას. ეს ორი ფერია, მწვანე და ესეთი ღია ვარდისფერი ფერი. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ სიყვარულს და ბედნიერებას. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 571 24 08 27.